რა გეგმები აქვს ისლამს 2026 წელს? შენ თქვი რომ თეთრ სახლთან ტურნირისთვის, რაც 14 ივნისს არის დაგეგმილი, ანუ ამ რიცხვამდე სრულმასშტაბიანი მომზადება მოგიწევს. იცით, მე ახალი წონით კატეგორიაში ვიმყოფები. ბევრი წონის კლება აღარ მიწევს. მხოლოდ 2 თვე მინდა მოსამზადებლად და მზად ვიქნები ამ წონაში საბრძოლველად. მინიმუმ 3 ბრძოლა. თეთრ სახლში ძალიან დიდი ღონისძიებაა დაგეგმილი. ვფიქრობ, ეს ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი ტურნირი იქნება და ვისურვებდი მათ ბრძოლას. მაგრამ ვფიქრობ, გუნდი ჩემს სურვილს არ იზიარებს. მე და ხაბიბს მოგვიწევს ერთად დაჯდომა და ამ აზრის განხილვა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, არ მინდა ისლამმა მან რომ მიჩხუბოსო. რატომ? არ ვიცი, ალბათ მოუხერხებელი დროსაა. ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. მე ვფიქრობ, რომ ისტორიისთვის ამ ადგილას ტურნირი შეიძლება პირველი და უკანასკნელი იყოს. დარწმუნებული ვარ, UFC დაინტერესებულია შენი მონაწილეობით. დიახ, 100%-ით. მან კიდევ 7 ან 8 სატიტულო ბრძოლა გაიმართება. პირადად მე ეს თარიღი მაწყობს, რადგან რამადანის შემდეგაა. რა დროსაც შევძლებ დასვენებას, ასე რომ რამადანის შემდეგ შესაფერისი დროა. რაც შეეხება შენს პოტენციურ მეტოქეებს. როგორც ხვდები, სუბუქ ზონაში დაბრუნებას აღარ აპირებ, მაგრამ მაინც კითხავ, ილია თოფურია, რომელიც ბევრს საუბრობს, რომელიც დაკვირდა, რომ ბევრ ამას დაგმართებდა. მაშინაც კი, როცა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხე. და ალბათ დანა ვაითის ინტერესში შედის ამ ბრძოლის ორგანიზება. Pound for pound რეიტინგში პირველი 2 მებრძოლი და ორივე 2 წონით კატეგორიის ჩემპიონი. მე თანახმავარ. პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა სუბუქ ზონაში ჩასვლას არ აპირებ. არა, რა თქმა უნდა, რისთვის ჩავიდე? სუბუქ ზონაში კამარი უკვე მქონდა, მან ვერავინ მამარცხებდა, ამიტომ კამარი დავტოვე და ზემოთ ამოვედი. რისთვის დავბრუნდე კამრისთვის? მე ეს აღარ მაინტერესებს. თუ თავად უნდა ამოსვლა, მაშინ მივესალმები. გჯერა რომ ის ზედა ზონაში ამოსვლას კიდევ ერთხელ შეძლებს? შეუძლია ამოვიდეს. იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი ექნება. დამარცხდება და თავის მსუბუქ ზონას დაუბრუნდება. სულ ეს არის. თავის კამარს მან დაიცავს. მანამდე მას სხვა ბრძოლა უწევს. თავისი პრობლემები აქვს. არ ვიცი. მან კამარი ვაკანტური გახადა. რომლისთვისაც ჯერ სხვები იჩხუბებენ, შემდეგ როცა დაბრუნდება დროებითი ჩემპიონთან მოუწევს ჩხუბი, ასე რომ მე ვჭება ეს თემა ჯერ აქტუალური იყოს. თუმცა თქვენზე მეტად ეს ბრძოლა თოფურიას უნდა, მასე არ არის? რა თქმა უნდა, მე მსუბუქი ზონის ჩემპიონი უკვე ვიყავი და ჩასვლას ნამდვილად აღარ ვაპირებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის არაფერს კარგავს. ზემოთა ზონაში ამოსვლით, თუ დამარცხდება, თავის ზონას დაუბრუნდება და ბანდ გააგრძელებს კამრის დაცვას. პრინციპულობის მომენტი თუ გაჩნდა, მას შემდეგ რაც ილიამ შენს მიმართ ასეთი საუბარი დაიწყო. არანაირი პრინციპულობა არ მაქვს. არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი ქვემოთა ზონის მებრძოლის გამოწვევა, რომელიც ჯერ ახლახანს გახდა ჩემპიონი. სუბუქ ზონაში ჯერ არაფერი დაუმტკიცებია. მას ბევრი აქვს სამუშაო. არმან ცარუკიანი მასთან ჩხუბს ყოველდღე ითხოვს. თუმცა ამასთან ახლოსაც არ არის, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჯერ გეიჯი და პიმბლეტი იბრძვიან ვაკანტური კამრისთვის. შემდეგ ჩემპიონი დროებით ჩემპიონს შეხვდება. ასე რომ საუკეთესო შემთხვევაში არმანი კამრისთვის ბრძოლას წლის ბოლოს შეძლებს. ეს წელი რუსი შერეული საბრძოლო ხელოვნების გულშემატკივრებისთვის შესანიშნავად დასრულდა. შენი გამარჯვება დელა მადალენაზე და პიოტრიანის წარმატება მერაბ დვალიშვილთან, რევანშში, სადაც ძალიან ბევრს ეჭვიეპარებოდა იანის გამარჯვებაში. მან UFC-ის საუკეთესო სუპერსუბუქი ზონოსნის ტიტული დაიბრუნა. რას გეტყოდი პიოტრიანის გამოსვლაზე? დიახ, ბრძოლას უყურე და რა თქმა უნდა გამიხარდა. ბრძოლამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე შემთხვევით დუბაიში გადავაწყდი პიოტრს. ჩვენ ვისაუბრეთ და მე მას წარმატება ვუსურვე. ასევე შევახსენე, რომ ეს შანსი უნდა გამოიყენებინა, რადგან ახალგაზრდა არ იყო. ჩემპიონი აქამდე ყოფილა და ახლა რომ წაეგო მეორედ, სატიტულო შანსი აღარ მიეცემოდა. ასევე ვნახე მოსამზადებლად სავარჯიშო კემპისთვის 2 დაღესტნელი მოჭიდავე მოიწვია. ისინი შენი პროტეჟეები არიან? კარგი მოჭიდავეები არიან, მერაბივით იბრძვიან.
მისი გუნდი როცა დავინახე, მივხვდი, რომ პიოტრი სერიოზულად ემზადებოდა. ჩემზე შტაბეჭდილება მოახდინა და ამაჯერებლად გაიმარჯვა. Რა იმერჩევა ხო არ მიეცი ჭიდაობასთან დაკავშირებით. რა რჩევა უნდა მიმეცა? პიოტრი ჩემპიონია. მისთვის რჩევა არ მაქვს, თვითონაც იცის რა უნდა ქნას. მერაბის შემთხვევაში საიდუმლო არ არის. მისი ჭიდაობისგან თავი უნდა დაიცვა და თავად უნდა წადო შეტევა. თავად დუელოდებოდი ასეთ უდავო გამარჯვებას პიოტრიანისგან. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორი გამარჯვებების სერია ჰქონდა დვალიშვ. სიმართლე გითხრათ, ბრძოლის წინ არაერთხელ მithქვამს, რომ მერაბს გაუჭირდებოდა, რადგან ერთ წელსში მეოთხედ იცავდა ქამარს. თავად ვიცი ეს რაცა. ნანახი მაქვს, როგორ გადის მერაბი წონის კლების პროცესი. მას ძალიან უჭირს. გასულ წელს 4 ბრძოლა ჩაატარა. ვფიქრობ, მერაბი ცოტა დაიღალა, ასე რომ რევანში ვფიქრობ კონკურენტული იქნება და პიოტრიც არ უნდა მოდუნდეს. ტრილოგია შედგება. ასე ვფიქრობ, თუ ვინმე იმსახურებს რევანშს, ჩემი აზრით მხოლოდ მერაბი. და პიოტრი მზად უნდა იყოს.